ახალი თარო თითქმის დავასრულე. თითქმის რატო რას გულისხმობ? რკინის კონსტრუქცია კი დავასრულე, მაგრამ ასე, აი შუალედში ხედავთ კუთხოვანებს შორის. ალბათ კიდევ გავაკეთებ, რომ უფრო მეტი ადგილი მქონდეს მასალის დასაწყობად. კუთხოვანები გრძელია, სიმძიმე მარდაღუნოს მეთქი და აგერ ფეხი შეუუდგი. რამოდენიმე დღე გავამიჯდა შუალედი შეკვეთებს შორის. ახლა შეკვეთებზე ვმუშაობ და იმ შუალედში დავშალე ის სამფეხა თარო აქ მედგა. და უფრო განიერი თარო შევკარე. რო ვერ ვასწრებდი ზოგი მასალა ასე უცბად შევყარე, ზოგი კი აი მაგალითად სალამურებისთვის ოთხკუთხედად დახერხილი. ასე ვთქვათ, თავის ადგილზე დავდე, აგერ კალაპოტები თავის ადგილზეა. ზოგი ისე შევყარე, ზოგი თავის ადგილზე აგერ პირისფიცრები, სატარეები, აქეთაც კალაპოტები. ამ ორი ტუმბოს ადგილზე მედგა ის სკამი და სამუშაო პატარა მაგიდა. ახლა აქეთ გადმოვიტანე. ამ სკამის ადგილზე იყო ეს ორი ტუმბო. აქეთ ხელმარჯვნივ სამუშაო იარაღი. აქეთ რატო გადმოვიტანე, რომ აქვე მაქვს სამუშაო მაგიდა. აქ რო თარო დამედგა, მაგიდასთან ხელს შემიშლდა მუშაობაში. ამიტომ აქ გადმოვიტანე ეს სკამი და მაგიდა და იქ გადავიტანე ეს ორი ტუმბო. ერთი ნაკლი ის აქვს, რომ მარცხნივ შეზღუდული ვარ. აქეთ უფრო მეტი სივრცე იყო, რადგან თაროს სიღრმე 42 სანტიმეტრია და ხელმარცხნივ უფრო მეტი სივრცე მქონდა. ამ თაროს სიგანე 65 სანტიმეტრია, ანუ წარმოიდგინეთ, ამის ნახევარზე ცოტა მეტი იყო ის და აქეთ სივრცე უფრო მეტი მქონდა ხელმარცხნივ. აქ უკვე თარო რო არის, უფრო ფრთხილად ვმუშაობ, რომ შემთხვევით თაროებს არ მოვარტყა საკრავი გაკეთებისას. მაგრამ სამაგიეროდ სივრცე უფრო მასალის დასაწყობი ადგილი უფრო მეტი მაქვს. აქ ხედავთ, გამხსნელის ყუთებს ვიყენებ სხვადასხვა მასალის ჩასაწყობად, წებოს კოლოფი, აქაც მასალები მიწვია. ასე ვაგრძელებ მუშაობას. დღეს კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.